სიტყვა გენდერი საიდან მოდის და რა შუაშია საერთოდ ამ ყველაფერთან? და აი სქესის ამბავი თუ გასაგებია. სქესსა და გენდერს შორის რა განსხვავებაა? კითხვები ბევრია. ბაია პატარაა როგორ ფიქრობს? გენდერი ბაია პატარაა მოიგონა. კაცი რო ხარ, კაცი უნდა იყო. მე რომ აცია ახლა მოკლე კაბა. ცხელა რა. მოკლე კაბიანების კანონი ხო არ არსებობს? ქალი თხოვდება. ერთი ადამიანი მეორეს ასე ვთქვათ ათხოვებს რაღაცას. ხო, ეგ იმიტომ მემკვიდრეობას არ აძლევდა. არა, ჩასწებული კაი არ იყო. ო, ეხა ოჯახი აქვს კაცს, მაგრამ და ხო არ დავანგრე. რა ხდება სახლებში? ანუ რა ხდება ოჯახებში? ქალი შეიძლება მოკლან იმის გამო, რომ რაღაცა ვალი არ დააბრუნა და ეს ქალი შეიძლება მოკლან იმის გამო, რომ მეორეჯერ გათხოვდა. იყო ხოლმე დისკუსიები იმაზე, საერთოდ გქონდა თუ არა ქალს სული? ზიანი ორგაზმის დროს ხო არ მიაყენია? ხო არ მოგეწონა, ამას ეკითხებიან და 1000 სიგიჟეებს. ქალებს არ უჯერებენ. ინტრიგანი. ხო არ ტყვი? ტყვი. ყველა კარგად ხვდება საბოლოო ჯამში ქალი როდის არის თანახმაურ ურთიერთობაზე და როდის არ არის. უფლება აქვს, რომ შუა აქტის დროსაც გადაიფიქროს. ეს არის მკვლელობა გენდერული ნიშნები. ქალებს კლავენ ცუდი ქალობისთვის. ჩვენთან აკრძალეს, ანუ ეგეც კი აკრძალეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ვხედავთ საოცარ რეგრესს და უკანსვლას. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ქალებს აძლევენ რაღაცა შთაგონებას, რომ იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის? რა თქმა უნდა, ისევ სხვა ქალები.